ხო, კანდელა კი ძალიან მოენატრა რეჰანის მაყურებელს და შემოგვიერთდა. მე ძალიან მომენატრე თქვენს და რეჰანის მაყურებელიც. მიხარია რომ ჩემთან ერთად ხარ. კვარტული გეგმა უნდა შევასრულოთ. ამ სამთვეში ერთხელ სეზონურად. მოემზადე შემოდგომისთვის. როგორ ახართ, აბა? კარგად, ძალიან კარგად და დღეს ისეთი ეპიზოდი გვაქვს, რომ მარტო ვერ შევეჭიდებოდი ამ კერძზე საუბარს. მართალია, სხვა ეპიზოდებშიც ყოფილა, მაგრამ დღევანდელი ხინკალს დაეთმობა მსუყეთ. დიდებულ ხინკალს. აუ, არ ჩადგა ლაშამ ჩადგა. ლაშა, ხელფასები როდის იქნება, ლაშა? მანქანაში არ ჩამიჯდები მაგფერი. ჩხეიძის ქუჩაზე ვართ, ძველ თბილისში, ძველ ნაწილში, ძალიან ლამაზია, ჩემი აზრით, ძველი შენობები, რაც შემორჩენილია. ეს არის ყოფილი ტრავმატოლოგიური კლინიკა, რომელიც იყო იმის ადგილზე ეხა თანამედროვე კლინიკა რო გახსნეს, აი ეს ვიწრო ქუჩა, რომელიც უზნაძის პარალელური ქუჩა, ასე თქვა. უზნაძის პარალელური. რომელიც გერმანელების აშენებული ყოფილა, იცოდი შენ? მთელი ქუჩა? საერთოდ აღმაშენებლის გამზირი ძველი პლეხანოვი იყო გერმანელების აშენებული 1880 წელს დაიწყო დასრულდა ძირითადი მშენებლობები და ამბობდნენ ბებიაჩემის მე ხო თამარ მეფეზე გაზრდილი ჩელუსკინელებზე გაზრდილი მამაკაცი გახლავართ და ბებიაჩემიც ამბობდა რომ ძალიან ლამაზი იყო მაშინდელი გერმანელების პლეხანოვი, იმიტომ რომ ვარდების ბაღი იყო თურმე ძალიან დიდი და აღმაშენებელზე რო გაუყვებით, აი თუ პატარ-პატარა არკებში შეხვალთ თაღებში, აღმოჩნდებით პატარა-პატარა სკვერებში. ნამყოფი ხარ შენ მაგალითად? შიგნით არის, რაც ქუჩიდან არ ჩანს. კი, აი მაგალითად აღმაშენებლის 101-ში რო შეხვიდეთ პოლიციის შენობის არკასში რო შეხვიდეთ, აღმოჩნდებით ულამაზეს ეზოში, სადაც უამრავი საინტერესო არქიტექტურული ძეგლია და ყველას გირჩევთ. ერთი დღე გამოყავით, ეხლა კაი ამინდებია, ზაფხულის ჯერ ცხელი ზაფხული არა გვაქვს, გრილის აღამოვით და დღეები გვაქვს და აქედან გამომდინარე ეწვიეთ აღმაშენებელს, იმიტომ რომ უამრავი საინტერესო არქიტექტურული შენობაა და რაც ყველაზე მთავარია, მერე რო კარგად დაიღლებით, დაღლილზე ყველაზე გემრიელად, რა თქმა უნდა, ხინკალი უნდა მიირთვათ და ჩემს საყვარელ სახინკლეში უნდა მოგიყვანოთ. სახინკლე ესე ბევრისთვის არის რაღაცა ისეთი რა, ძალიან ვიწრო სფერო, სახინკლე ქვია და რაღაცა ასოცირდება ცოტა ისეთ არარესტორნულ და არასარესტორნო გასტრონომიულ სივრცეს, მაგრამ ასი ხინკალი ის სივრცეა, სადაც მარტო ხინკალი არ დაგხვდებათ, მაგრამ ხინკალი დაგხვდებათ შესანიშნავი, სხვა საინტერესო რაღაცებს მე მგონი ხოდა ძალიან ველოდები. ვაჭმევე ხო დღეს? კი, ვაჭმევე. სანამ დავიწყებდით გადაღებას, აი ამ ხელა მენიუ შეგვიდგინეთ. მართლა? რას გაგვასინჯებენ, მაგრამ ძალიან ველოდები, იმიტომ რომ განსხვავებული ხინკალია, თიანური ხინკალია და თლად ისეთი არ არის, მოკლედ ზედმეტიდან დანამატების, ხო? ჩემი ნაცავები არის. რამდენი ბებია ყავდა? ეს ინდუსი ბებია რომ ყავდა? ინდოელი ბები. ზედმეტი დანამატების გარეშეა ხინკალი, აი ძალიან მარტივი ფარშით არისო, მაგრამ ამავდროულად სიმარტივეშია. ფენომენი. გემოს ფენომენი სიმარტივეში და მე ყველაზე დიდ პატივს ისე რატო ვცემ ამ პატარა სივრცეს, რომელსაც დიდი ამბიციები აქვს და მიზანმიმართული ამბიციები აქვს, რომ საინტერესო სივრცეთ იქცეს და ჩემი აზრით იქცა კიდევაც, იმიტომ რომ დაიწყო ოჯახური სივრცით, ანუ ოჯახმა დაიწყო ამ ბიზნესის კეთება და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი და თვითონ მფლობელები იყვნენ ჩართულები პროცესში. კიდე შენ იცი რომ სანამ შენ მოხვიდოდი მანამდე ვსაუბრობდით მფლობელებთან და თვითონ აზავებენ ჯერ კიდევ რა თქმა უნდა, ეს ის საიდუმლოა, რომელიც არავის არ უნდა გაანდო. კაია, ესეთი ადგილები სულს ისე მაგითი ინარჩუნებენ ხოლმე, იცი? არა ძალიან ინდუსტრიული როცა არ არის და თვითონ არის ჩართული. კაი, შევიდეთ. წამო შევიდეთ, რომ ძალიან გაგვიგრძელდა სიტყვა, ხო? კი. ნახე, როგორი ძველი, არა მაგარია, იატაკიც, კედლებიც, კაია. ნახე, ეს ფილა მომწონს ყველაზე მეტად, იმიტომ რომ რა მომწონს? ფილა.
ძირს დაგებული. ეს ესპანეთშიც ხშირად შეხვდება და გერმანიაშიც ხშირად შეხვდება და აქედან გამომდინარე მიხვდები რომ ნამდვილ ევროპაში ხარ. ხო, მე-19 საუკუნის ბოლოსკენ შუა ნახევრის მერე აშენებული და ნუ ისტორიული შენობა ძველი. ეხლა რატო ჩამოვედით აქ? აბა რატო? ჩვენ ხო დღეს ბევრი რაღაც უნდა გავსინჯოთ ხო და მადა ხო უნდა გაგვეღვიძოს და აღგვეძრას და 100 ხინკლის ლუდი დავლიოთ. ცოტა და ავიდეთ ერთ დავს. ექსკლუზიურად 100 ხინკალს აქვს თავისი ლუდი? ხო, თავიანთი ლუდი ესე. როგორც წინ წასულა ხედნა? ყველაზე გემრიელად ისმევა ამით ჩემი აზრით ხუთი. აუ იმ ფილმში ლორია თამაშობს. გექნება ნანახი მოკლემეტრაჟი. სახინკლეში რო ხდება ეს. სახინკლეში რო ხდება, სხვასთან რო მიდის და სხვის ხინკალს რო ჭამ. მადლობა, იქ ხო ესეთებია. კი, ზუსტად ესეთია და ნუ ეს საბჭოთა კავშირში რატომღაც საბჭოთა კავშირში ფიქრობდნენ რომ ეს მათი ტრადიციული კათხა იყო. ჩეხეთშიც შეგვხვდება ძალიან ხშირად და მსგავსი ჭიქე. ხო, საბჭოთა კავშირი იყო მაშინ, კი ბატონო. მაშინ ხო? რა კარგად თქვი, ჩეხოსლოვაკია. ლამდე. არა ვარ პატარა, მადლობა დიდი. მოდი ლაშას გავუმარჯოს რა. გაუმარჯოს ჩვენ ლაშას. კი, დღეს მარცხი მოუვიდა, მაგრამ არა ვარ. მაშინ ფული იცის, არა უშავს. სუნი არ გაქვს. თან რამდენი იცი? ხო, რაღაცა რო ესე რო შვები არ ცებსო. 10%-ში ვართ მე და ანა რო იცოდ. რათი მეტი? ნუ მე 10-ში ვარ და ეხლა შენ თუ მინდა მეტი მოთხოვ. მე მეტი მინდა ლაშა გაბაგავსი. ნახევარს. კაია, ისეთია რა, კლასიკური გემო აქვს. აი ლუდი ეს თუ არ მოხდა ლუდთან დაკავშირებით. გევრიელად. აზრი არ აქვს. აუ თანახე აი ცოტა ლითონის გემო მოყვება მე რომელიც მიყვარს. გასინჯე კი, მე ლუდში ყველაზე მეტად ვაფასებ აი ლითონის გემოს. ერთ-ერთ ჩემ პროექტზე, სხვათა შორის კახეთში გავაკეთეთ სპეციალურად ლუდის რკინის ლითონის ჭიქები. და ის აძლევდა. და ის აძლევდა დამატებით გემოს ლითონისას და მომწონდა რა. აი, წავედით. აბა. წავედი, სად მივდივარ? მადლობა. წავედით? მორჩო? ხო, გაგატანი, ხიდას გაგატანი ჯიბეებში რო ჩაიცა. კულინარიის უმაღლესი მწვერვალი და იდეალური თავის დიზაინით, გარეგნობით, შიგთავსით, წვენით. აი, შემდგარი კერძი. შემდგარი კერძი. აი, ხო არის ადამიანი, რომელიც შედგა ცხოვრებაში, ხო? ბევრი პროცესი გაიარა, ბევრი დამარცხება თუ გამარჯვება ნახა ცხოვრების გზაზე და შედგა, როგორც პიროვნება. აი, ხინკალი არის ჩემი აზრით შემდგარი ადამიანი. კი. ჩემი აზრით, საერთოდ კერძებს გახალისება ძალიან ხდება და ექსპერიმენტები, მაგრამ ხინკალთან მიმართებაში ძალიან კონსერვატორი ადამიანი. კი. ცია მე ყოველთვის მკაცრად ვაფასებ ხოლმე ხინკალს რა. და ვფიქრობ, რომ ხინკალი არის ის ფენომენი, რომელსაც არანაირი შეურაცხყოფა არ ჭირდება. ხო, შოკოლადების და ხო, აი, შეურაცხყოფას ვეძახი ყველაფერს დანარჩენს, რაც შეიძლება რომ ხინკალში მოათავსო და ჩემთვის მაგალითად არის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მაგალითად ორსული ხინკალი. აუ, რაღაც დიდი რომ მოიგონეს და შიგნით ხინკალი, საკეისრო კვეთას რო უკეთებე ხინკალს და მე პატარა ხინკლები ვამოდიან. ჩემი აზრით ეს არის აი ყველაზე დიდი შეურაცხყოფა რა. კაი, აურას ნუ მიგიძურებ, ჭამოთ. ნახეთ ჩვენ ლუდი შევინახეთ, რომ ჩვენს YouTube მაყურებელმაც მომზირლებმაც რომ ნახონ, ზუსტად იმდენი შემოვინახეთ, რაც ხინკლისთვის არის საჭირო. მე ცოტა ნაკლები? შენ ცოტა ნაკლები. კომპოტი გვაქვს თუ რა? ხო, კომპოტიც გვაქვს. მაგრამ ხინკალი ჩემთვის არის ხინკალი, გადმოიღო ხინკალი, გასინჯა, გადმოიღო ხინკალი, გადაიღე ხინკალი, გასინჯა. დაიცა, ენახე, ჯერ უნდა დაკაბინო. ხო. ნუ ახლა ეს დანაჩანგალი არ გჭირდება, გადავდოთ, რა მე შეიძლება. სულ მოვჭამ ხოლმე, მოიცა, ესეა წამასწორი, ხო? ნახე, ხინკალი რა უნდა ქნა, გადმოდე თეფშს. ხო. აი უკმენე. ხო, წვენი რო და ცოტა ხანი დადევი რა. აი 1:30 წამი რა. კი. ადაპტირდეს თეფშზე.
გაიცნოს თებში, გარემოს შეეგუოს, ჰაერი მიიღოს, ანუ აირაცია მოხდეს შიგნით, მერე იღებ და რაშვები. შენსკენ კუჭით ლაშასკენ, ტანით შენსკენ. აი ის უმეუნება ეგრე არაო, უკუღმაო და არა, ეს ხინკალი. ნახე, ეს არის აი როგორც მერსედესის ნიშანიანი, ხო იცი, უნდა იყურებოდეს წინ. ხინკალი ესე უნდა ჭამა, აი? ხო ჭამე. რა კაია. და მერე რაშვები, ხო? მირთვი, აი შენ არასწორად ჭამე. ეხლა ნახე მიყურე. მე მიყურე. წვენი აღარ არის თითქმის შიგნით. და დაიწყე რა, ეხლა ნახე რა. აი ეს ბოლო წვენი არის ყველაზე გემრიელი. ეხლა ხორცი შეჭამე და ბოლო წვენი გაქვს. ჩახვედი რბილამდე. გაიხსენე ბავშვობა. გაიხსენე მშობლები. ჩვენ გასახსენებელი გვყავს და მშობლები. ხო და? აქედან გამომდინარე ხინკალი შედგა. მე ხმამე არ ამაყრა. ხო, შავი წიწაკა ხო გადავდეთ მაგით. შავი წიწაკა ხო გადავდეთ. მაგაზე მე და შენ ხო შევთანხმდით წინა ეპიზოდში და დაგეთანხმე რას თქვი, მაგრამ საერთოდ ყველაფერი გადავდე მე მწვანილიო, კულიაო. ახლა ეს უნდა მივახოლოთ. ფანტასტიკაა. ნახე? სანგემრიელია. ძალიან წვნიანია, ცოტა დავაქციე. ვისაც ვეღარ გიყვართ. გისმენდი ესეთი გემრიელი იყო, ვეღარ მივხვდი შენ ინსტრუქციას. მეორეზე ვიზამ მაგას. აი მეორეზე უფრო უნდა ეხა გავიხსნათ. გესმის, პირველი იყო დაძაბული კვება რა, მირთმევა დეგუსტაცია. ეხა უკვე განთავისუფლდი, იმიტომ რომ რა, ხინკალი ერთი წალი უკვე ორგანიზმში გაქვს. და უკვე ბედნიერი ხარ. კი, რომ შეგნით მოათავსე. ვიცი რა, დამბალ ხაჭო და სოკო კი გველდრმა რა ერთი ცხოვარა და ახლა მიყვები ეს. ხო, ნახე ვისაც გიყვართ, ცოტა მომჟავო, ოთ პიკანტური სიმჟავის ფარში და წვენი. ეს არის ნაბახუსევზე იქნებით, უბრალოდ დეპრესიაში, ან კიდე არ შემდგარი ხართ, როგორც ცხოვრების რაღაცა ეტაპზე პრობლემები გაქვთ. ჩემი აზრით, შემდგარ ხინკალს, როდესაც შეჭამთ, უკვე ყველაფერი დაგავიწყდება. ხო, სულ საქონელია. ჩემი აზრით, ღორს ხინკალში არაფერი არ ესაქმება. საქონელი ან ცხვარი. ან ცხვარი და საქონელი, ცხვარი და საქონელი. საკამათო ამბავია. ხო, ვიცი, დაწერეთ კომენტარებში თუ გნებავთ გამოანცეთ, მაგრამ მე პირადად ცხვრის ხინკალი არ მიყვარს. აუ, იმიტომ რომ ცხვარი არ მიყვარს, თორე როგორც ფენომენს ხორცისას ავაღიარებ, უბრალოდ ჩემთვის მიუღებელი ხორცი არ მიყვარს რა. შერეული იცი რა კარგია. ვერ შევეგუე. და აი ღორის და საქონლის შერევასთან დაკავშირებით ამაზე პოლემიკა შეგვიძლია წავმართოთ. დემონების ამბავს. აჭარა. მოუკვდი ჩვენ. ხანდახან ისე მიხარია ლაშა დიდი პირი რომ აქვს. აი მარტო ხინკალზე არის გამართლებული ეგ ამბავი რა. არც წვენი არ გეღრება, არც აი კუს ხანდახან რომ ვიჭერ ხოლმე რომ არ გადამეყლაპოს რა. ლაშა გეხვეწები სანამ გაცივდა მიირთვი ერთი ხინკალი. აი შტატივზე დამიმაგრე კამერა და არ გინდა ხელით ჭამე. თებში რა გინდა? ჩემ თებს მოგწევ. აი ქაღალ. ნახე როგორი თებში უნდა მოგწე. აუ ერთი თებში შეიძლება. ნახე ლაშა როგორი თებში უნდა მოგწე. აი შეხედე. ხელუხლებელი თებში უნდა მოგწე. ჭამის მასტერ ინგლისში ჭამის მასტერ კლასი დამიგდე კუჭი მინდა. აჰა. აბა მიდი. ცოტა ხანი დადევიხა დაამშვიდე. აფორიაკებულია. შეაგუე გარემოს. შეაგუე. აი, მოდი ჩვენ ახლა გადავიდეთ შემდეგ ხინკალზე, ეს არის დამბალ ხაჭოს ხინკალი. მე ძალიან მიყვარს დამბალ ხაჭო თავისთავად, როგორც პროდუქტი. როგორც ასეთი. დავარგებული და საინტერესო პროდუქტი. ხო, მე რბოთი მოგემსახურები. შიგნით უნდა ჩამის, ხო, ერმა? მე თებში არ მინდა. და მისგან მომზადებული ყველაფერი ძალიან. უნდა. დაგიდო, დამბალ ხაჭო. დამიბრუნე. ხო არ დამიწვეთე რამე. არაფერს არ დაუწვეთე. ამასაც წოდნია ხინკლის ჭამ. დაიცა? აბა მოდი. აი ესა და ოპა. ჩავიდეს ყოჩა. კი, ჩავიდა. დაიცა. კი, ბავშვი პირი უნდა მოწმინდო, ხო?
აჰა. მოწმინდა. ესე. ესე იგი, დამბალხაჭოზე არის ცალკე კიდე ფენომენი და 100 ხინკალში მე რო დამბალხაჭოს ხინკალი მიყვარს, ისე მე მგონი თბილისის მასშტაბით. თბილისის გარეთ 30-50 კილომეტრის რადიუსით მსგავსი დამბალხაჭოს ხინკალი იმხელა ნერწყვი გადავყლაპე, რომ ვერ ამოვისუნთქე, არ არსებობს. თქვი? ძალიან გემრიელია. პირში დინება, აი ეს კი. დამბალხაჭოს არომატი ხომ მოაქვს. რაც მთავარია, დამბალხაჭოს ხინკალი ბოლოს რო ვჭამე, ისეთი მლაშე იყო, ყავს დააჩხავლებდა და ეს ძალიან დაბალანსებული გემოთია. ეს იცი რა არის ლაშა? ეს შემწვარი ძალიან გემრიელია. გიჭამია შემწვარი. აი 100 ხინკალში რომ მოხვალ, რომ ხო შეუკვეთე ხა კლასიკური ხინკალი, შეუკვეთე სოკოს ხინკალი და შეუკვეთე დამბალხაჭოს ხინკალი. დამბალხაჭოს აქვს ესეთი თვისება, რომ მარტივად ცივდება. ხო. შეგიძლია უთხრა, რომ ერთი ეს დამბალხაჭოს ხინკალი ცოტა შემიძლია? მომიბრაცე. აუ, ეგ არის ცალკე კიდე ვახო, 100 ხინკალი შენი ხო არ არის და ხო არ მატყუებ. ბავშვობიდან მინდოდა 100 ხინკალი ჩემი ყოფილიყო. მაგრამ ღორი ხო არ ხარ? არა, ხო და 99 წამ ხომ ზუ. ჩემი ყველაზე დიდი მოწოდება ჭაბა და ლაპარაკი. ყველაზე კარგად გამოგდის. არა, ერთი წუთით. შენ ხო ამბობ ხომ, ჩვენ ხო ერთად მუშაობდით, მე მგონი ამ ჩვენ რეჰანზეც მოყოლიმე. და შენ ხო ამბობ სულ რომ მე მზარეული არ ვარო. არა ვარ მზარეული. ჩემი აზრით, ბევრ მზარეულსა ძალიან გემრიელად ამზადებ. იცი რა, იმიტომ რომ მომზადება არის სიყვარული. როდესაც გიყვარს იმას, რასაც აკეთებ, ეს მეწაღე იქნები, შემდუღებელი, მზარეული თუ ბუღალტერი. როდესაც გიყვარს შენი საქმე და გულსდებ, ავტომატურად გამოგდის ის საქმე. ემოცია ყველაზე მთავარი, მზარეული მინახავს, რომელიც ესე უემოციოდ, ესე რუტინულად, როდესაც ამზადებდა საჭმელს, არ გამოსდიოდა იმ გემრიელობა, ის გემრიელობა, რაც უნდა გამოსულა. ეგრეა, ხო? ეგრეა. კაი ყოფილა თქვენ არა, ანუ კვარტლის გეგმა შესრულებული გვაქვს ამან წლის და შემოდგომა დაგვჭა. შემოდგომაზე გელოდებით, მაგრამ რა იცი საფხულში რა ხდება იქნებ მეორე. რა იცი ხო, აბასოკო გავსინჯოთ ერთ. აბასო. ქაიში ვერ ჩავახტიეთ ერთად. ხო. აუ ქუთაისის ერთი გზელვადიანი ამბავი გვაქვს. ამასობაში ვახო გახდა მეორედ მამა. პატარა კირა იყო. პატარა ხინკალი გამიჩნდა. პატარა ხინკალი გავიჩნდა, თავისნაირი გოგოა ხო? და ვერ მოვახერხეთ ქუთაისის ეპიზოდის დაგეგმა, მაგრამ არა უშავს. აუცილებლად დაუგეგმოთ, ხინკალით წავიყვანოთ. კიდევ წავიყვანოთ. ხინკალით, ხინკალა წავიყვანოთ, პატარა ხინკალა. ეს სოკოს ხინკალია რო იცოდე, გადმოცემით გეცოდინება რომ უგემრიელესია, მაგრამ ეხლა ჩვენ გავსინჯავთ და მე შეც მოგაწვით. ტარხუნით არის, ხო? უხდება ამ სოკოს ტარხუნა. ძალიან კაია. ტარხუნა კინძი. ოცა ესეთია. აია, მაგრამ სოკოს ხინკალი ვისაც უყვარს, იმას ესია. ვეგანი არ ხარ, ან მარხვაზე არ ხარ. თუ მოგზავნილი არა. თუ მოგზავნილი არა ხარ. მაგრამ იცი რა არის? აი, ამის მერე ჩემი არ არის. ხო, აი ნახე, ამით რო დაგვეწყო, ვიტყოდით რომ უგემრიელესია. ნუ ამაზე საერთოდ არ საუბრობ, მაგრამ აი ვისაც სოკოს ხინკალი უყვარს და ვინც ხორცს არ მიერთმევს, მისთვის იდეალურია. იმიტომ რომ კინძი იგზნობა კარგად. ტარხუნა მოდის ისე ტონად, არა რომ ტარხუნა მივირთვი და მე ესა ყველაფერს რო სვამ და აყოლებ და ტარხუნის ლიმონადი გონია. ბავშვობაში ტარხუნის ლიმონადი რო არ მქონდა, რაც ვაკეთებდი ხოლმე, ტარხუნა შევდა და წყალს ვაყოლებდი, ვითომ წყალს. კაი რა მოიგონე. მართლა ხო გაჭირებაში გავიზო 90-იანების საჭიროებები. იუპი და ზუკო მახსოვს, მაგრამ ტარხუნის ჭამაწლის მიყოლება არ მახსოვს. მოგიყვები ისტორიას რა. ჩემი მეზობელი სადღაც მამამისი იყო წასული სადღაც რუსეთის რომელიღაც ქალაქში და იქ იშოვნა საღეჭი რეზინი. სხვადასხვა ფერის იყო რა ეს საღეჭი რეზინები და ეს ბავშვი მეზობელი ერის წარმომადგენელი იყო, მე ხო პლეხანოვზე ვიზრდებოდი და გვახარბებდა ხოლმე ამ საღეჭ რეზინებს. ჩვენ არ გვაძლევდა დასაღეჭად და თვითონ ჩუმად ღეჭი. ეგრეც არ გაძლევდათ, ჯერ თვითონ რო ღეჭავდნენ და მე ათხოვებდნენ. გაგიგია? ხო, დათხოვითაც არ მათხოვა. და აი ეს უყურებდი, აი თვალებში მადგა თელი ბოღმა და
გვარძლი, იმიტომ რომ ესე რო გეჭავდა ხამწვანე იყო ეს საღეჭი რეზინი ხანწითელი და მივედინა და ბებია ჩემი ესე ჭკვიანი ქალი იყო და რა მომიფიქრა, იცი, მწვანილზე გამახსენა. ესე ოხრახუში, მან ზაფხული იყო და ოხრახუში ვჭამე საღეჭი ჩვეულებრივ საღეჭი რეზინას და ხო გამწვანდა და აუ კაი. ეგრე გადავჭერით პრობლემაა. მიკვდა გული. ჩემი ბანანების ისტორია გავახსენე. აბა მოყევი ბანანების მოყოლილ მექმა. კი. შენთვისაც მოყოლილ. რომელ ეპიზოდს გადავხედო? აი ჩავლინკავდა ეს ვიდეო რომ დაიდება იმ აი აქ ქვენზე დაიდება ბანანის ისტორია. შემოვა ხო, მოდი დავპაუზდეთ და დანარჩენ კერძებს დაველოდოთ. იცი რა, მე მინდა რომ გავსინჯო გაგრილებული, ცოტა გაგრილებული კლასიკური ხინკალი. მე თავს შევინახავ შემდეგ კერძებისთვის. მარტო ხინკალზე რო ვიყოთ აქ, მეც გავსინჯავდი. ანუ შენ ხა მანიშნე რომ გეყოვა ხო აღარ მიიღო? არავითარ შემთხვევაში პირიქით ჭამე. კაი. მე დავსტოპდა. მესამე ხინკალი როგორ იჭმევა, იცი ლაშა? მე ხო აღვნიშნე დასაწყისში რომ დიდი პირი უნდა გქონდეს ადამიანს გემრიელად რომ ხინკალი ჭამო. ეხლა მთხრა მთლიანად შენი. მოდი ნიზლავი. მოდი ნიზლა. დავაი. ისე რომ წვენიც არ დავეღურება. აიმე, ბრავო, ახო, აი შენ ხარ ჭამის მოყვარული ადამიანი. აში. აჰა, გავხდა. ბრავო, ძალიან მაგარი. აუ, რა კაი. ოჩა. ერთ ლუკმაში ნაჭამი ხინკალს. ყველაზე მეტი რამდენი გაქვს ხინკალი ნაჭამი? არა, მე ბევრს არ ვჭამ, მაქსიმუმ 10 ხინკალი ვჭამ, მაგრამ ჩემთვის ხინკალი რა არის? ეს არ არის მარტო კვება. ხინკალი არის პროცესი. აი პირველი ნახე როგორ აკადემიურად მივირთვი გავაცანი თებში. მეორე ცოტა შევეგუე და მესამე უკვე როგორც იტყვიან ოღრაშულად მივირთვი. ეს იყო ხინკლის პერფორმანსი. კი, ბატონო. ვახო კანდელაკისგან. შეფის ხუშტური ქვია ამ კერძს. შეფის ხუშტური. კი, ეგრე ქვია. ამიხსენი, აბა მომიხევი. მოდი მოგიყვე რასაც მომიყვნენ. ეს არის ჭვიშტარის ბურთები. აჰა. დამბალხაჭო აქვს ზევიდან, ზემოდან. რომელიც ოდნავ გაგრილდა, იმიტომ რომ ლაშამ დროშა ვერ დაკიდა იმაზე შტატივზე. აჰა. და ეს არის ლობიო. ლობიო. არა, ეკალა. ხო, ეკალაო, ეკალა. 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 ხო, შეზავებულია. რანაირად უყურებთ? დაგაკელი რამე? ბროწეულიც არის. მოიცი ბროწეულები? ბროწეულიც დავაკელი. აჰა, კაი. მოდი როგორ ვქნათ, იცი? ერთს გავსინჯავ ცალკე ბურთულას. ნახევარ ბურთულას გავსინჯავ. თქვენის ნებართვით. კარგი. და მეორე უკვე სინთეზში გავსინჯოთ, ხო? კარგი, მაშინ ეგრე მეც ვქნა. ეგრევის. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ხოლმე, რაც მოყვება ხო. ერთს. რაღაცა აზრის მატარებელია და ის აზრი ცალკე უნდა გასინჯო და მე სიმპოზიუმი უნდა მოაწყო გემოების. კაი. ძალიან უხდება. დამალხაჭო ყველაფერს უხდება? ისე აი დამბალხაჭოს აქვს ეგეთი ფენომენი, რომ თავის გემოზე მიყავს, მაგრამ თუ იცი ზომა და წონა, ხო. ნაკლებად მიაქვს, მე უკვე სპეციფიურ გემომდე ნაკლებად ჩადის რა. მე მგონი ცოტა თან ზეთის ხილივითაც არის დამბალხაჭო. თავის გემო, მახასიათებელი გემო. აქვს ზოგს არ უარს. კი. ხო. მე მომწონს. უხდება, მაგრამ ცალკე ცოტა მშრალია ეს ჭვიშტარი და მე მგონი შემაცდინე შენ მევახმო. მე მაგითო გითხარი რომ ცალკე გასინჯეთ ხო, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად ჩემთვის აი ეს ბურთულა ცალკე მდგომიც კაი გემოს მქონე მატარებელი ადამიანია და ეხლა აბა თლიანობაში გავშინჯოთ? არა, ერთად კაია. ცალკე ცოტა მშრალი. აუ, ეკავა ძალიან კაი. ნო, ისეთია. იკბინება. იკბინება, ხო, სიმჟავეც, იგრძნობა, სიცხარეც. სიცხარეც წამოვიდა. კაი ცხარეა. კაია. იმის სიმშრალეს ეს აბალანსებს. თბილისში ეგეთი კაი ეკალა არ მიჭამია. მართლა? კი. ვაი, შენ გონე? მაგარი შეფასებაა. ძალიან კაია. ეგ სანამ გასვიდება იქამდე უნდა მოხდეს. მაშინ ჯერეს ვჭამოთ. ფონჯუ. შევახო, შენი სამოთხეა ეს. გადაიღება. ეგ არ უნდა გადაიღო. ხო, ეს უნდა ამოაწო. აი ხა იღე პურიანა და მაგთებში კონდეს ეგ კამერა ახლა.
YouTube-ზე რო არიან ხოლმე, თმას რო ჭრიან, აქ რო ის პეტლიჩკები უკეთებთ. ეხა ამას მოვიწევთ. აბა. და მოდი როგორ ვქნათ იცი? ესე გამოვხოთ. შენი ტერიტორია იქი და შენი ტერიტორია. ახლა ჩვენ ხო იცი სისხლის ეს გვაკავშირებს. აბა. მოვიკო. ქართული ფონჯუ. აუ. აუ. აია. ძაფრია. ამასში ეხა ძანკაია. ამას რომ მიაყოლებ თეთრ ღვინოს. ეს ცალკე კერძად უნდა ჭამო რა. ცალკე? ეს უნდა სტუმარი რომ მოგივიდეს ეს არ უნდა გამოუტანო ისეთი კერძია. მარტო ეგოისტურად უნდა ჭამო. ჯიდებულია მე. აჰა. აჰა. ხინკალზე ხო გავგვიზდი. მაგრამ ეს კი სხვა რამეა დამბალხაჭოსი. არა, ხინკალი ხორცზე არ ვადარებ ან ხორცს დიდებულია, ხო. მაგრამ დამბალხაჭოს ხინკალსა და ხო, დამბალხაჭოს ხინკალს ალბათ ამას ვარჩევდი. მე ფონჯუც ძალიან მიყვარს და ცალკე დამბალხაჭოც ძალიან მიყვარს და აი ეს მომენტი მომწონს რა, პურის ამოწობის. ხრატუნაპური მაგრადოხთა. გადავედით ტოლმაზე. ნახო, ისე მოდი არ მოგატყუებ და გეტყვი რომ ისეთი კერძი არ არის ჩემთვის ტოლმა, რომ აი მე როგორ მომენატრაო, მოდი ხა მე გადმოგიხარ. სიმართლე როგორ ვთქვა, ეხა მე სიმართლე ჯობს გაჟღერებული იყოს. ვაზის ფოთოლში ტოლმა მეც არ მიყვარს. არ მიყვარს რა, ანუ არ მომენატრებ. მე მიყვარს აი ზაფხულის ტოლმას რასაც ეძახიან. ეგ მეც მიყვარს, ხო, ბრინჯიანი და რაღაც. და ძალიან უნდა მომეწონოს ტოლმა. ხო. რომ მივირთო. აი, აბა ნახოთ. აბა გავსინჯოთ. მე პირველად სინჯავ სხვათა შორის ასხინკალში ტოლმას. არ გამისინჯავ. მე პირველად ვარ ასხინკალში. ო. ძალიან კაი соуსი აქვს, საინტერესო გემო აქვს. პირველ რიგში ჩემი კერძი არ არის რა ეს ტოლმა და მომკარი. პირველ რიგში ვაზის ფოთოლი იღეჭება. რაც ყველაზე მთავარია. ეგ პრობლემატურია ხო? ყველაზე. ძალიან გემო დაბალანსებულია, კაი გემო აქვს, ცხიმის გემო მოყვება კარგად. რაც ტოლმისთვის დამახასიათებელი უნდა იყოს. ვისაც გიყვართ ვაზის ფოთოლში ტოლმა, გირჩევთ რომ მოხვიდეთ და გასინჯოთ. იმიტომ რომ соусიც ძალიან ისეთია დაბალანსებული. ცოტა მოცხაროა და უხდება. მოცხაროც არის, თან იგრძნობა მაწვნის სიმჟავეც, ცოტა აი ეს რძის პროდუქტის ცხიმიც იგრძნობა, ალბათ რაღაცეების სხვაცა აქვს დამატებული მაწვნის გარდა. აუ და გამოაყარებ. და კლიანობაში ძალიან ისეთი კარგი კერძია. კაი, თავი შევინახოთ, მეტი აღარ. თავი არ შევინახოთ, მოტეხე. კიდე რაღაც გვაქვს საჭმელი. მოტეხე, რა გეხოცე, მოტეხე, დამბალხაჭო. ამას გატან კონტეინერით. დამბალხაჭო. ჩაგვიდებენ. დამბალხაჭო. ცეთ, სივიც კაია ეს. ო. ცხლად კი უნდა იჭამოს. სივი არის კაი. არ იწელება და. აი, მოჭერი პულზე დადები შეჭამა ეგრე. ო. აუ, ხორცივით კი ხო არ იქონება. ანა. ეს ვინ არის ტაფა? ტაფა ხაჭაპური. ნეტა არ მოუკვდებოდეთ დღეს. არა, იყოს მაგრამ. იყოს რა, ხო. ესე იგი. თან ეს соуსი მოუკვდება. ანა. ვახო. ყველაფერი თვალნათლივ გამოჩნდა. აბსოლუტურად ყველაფერს მაინც რა. ფარდა ეხადა. რა. შეფი არის იმერელი. ხაჭაპური, თხელი, პიწყინა, იმერული. ეკალა ტაფა. და ტაფის ხაჭაპური. ოლმასაც იმერული ეს ქონდა, განწყობა. აი, ხაჭაპურს რო უყურებ, ანა. ახე? აუ, რა თხელია ტაფა. აი, გეგონება რომ წაღმა უკუღმა რა ხაჭაპურსო რა. იცი ეგა წაღმა უკუღმა ხაჭაპური?
აი ხაჭაპური როგორია, აქედანაც ესეთი უნდა იყოს და ესედაც ესეთი უნდა იყოს. ეგეთია ხა? ხო, ნირთვი. მიდი, მადლობა. ონც როგორ უნდა ხნა იცი, გადაკეცე ხელით და ხელით. აი ესე გადაკეცე. ნახე ძალიან კაია ყველი. კი ბატონო. ამ ხაჭაპურის მირთმევის დროს აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მაღალ პოეზიაზე, ბოდლერზე და მანამდე ლობიანზე ვიტყვი ორ სიტყვას გაძიძგნეს. იმიანი ჯონჯოლიანი. ერთი ნაჭერი შემოვინახეთ და კიდე იმოსხნათ რა ქვია. ამას. დიო. კაი ხაჭაპურია. კარგია. ბრავო შე. ძალიან კაია. ოცა. ბოლოს თუ კაი ხაჭაპურები მხდება მეჰანის ეპიზოდებში. ისეთი დრო დაგვიდგა, ანა? ოჩა, ხაჭაპური. ხელი. ტაფა, ყველიც კაია. მიწელება. აია. თომც კაია. მოდი ერთი ლობიანიც ახლა მე და შენ. აი, მე ღმერთო დღეს თუ გადავრჩები არ მგონია ოღონდ. მეცა, დაგიჭირო. ნახე როგორი ის არის. ზევიდან წებოვანი ლობიუა. კაია ხო, წებოვანი ლობიუ. ეს ნიშნავს, რომ ლობიანი შედგან. ცალკე ცომია რა, ცალკე შიგთავსია. ხო, შიგთავსი ცალკე არ მიდის, ესე იგი ცხიმია დამატებული. ჯონჯოლი ხახო შესაძლებელი. ნო. მე მივდივარ შვებულებაში. აია. ძალიან კარგია. ოჩა. ესე იგი მე გეტყვი შევს. დედა ყავს იმერელი და მამა ყავს რაჭველი. მამა რაჭველი, დედა მთიული? მთიული. თიანეთიდან არიან დამფუძნებლები. აჰა. ეგეთი პირი. ეგეთი პირი არა. დასაწყისში ხო თქვი მართლა ბებიის რეცეპტით თვითონ აზავებენ ფარშს და რაღაცა ისეთია განსხვავებული. არ გეგონოთ რომ ხაჭაპური და ლობიანი დავტოვეთ, არ მოგვეწონა და იმდა დავტოვეთ. არა, აღარ შემიძლია. კაი, მოდი ახლა იცი რა ვქნა, ჩვენ შევაჯამოთ კერძები. მე დავიწყებ ხინკალით. იმიტომ რომ ხინკალი გავსინჯეთ პირველი ლაშა, შენ ხარ ჩემი ბატონი და დირექტორი. ჩემო ლაშა. თავს ვდებ, ჩემი კისერი, შენი დანა, ხანჯალი. თბილისში ეგეთი კლასიკური ხინკალი არ იჭმევა. ერთი. დამბალ ხაჭოსნაირი ხინკალი, თუ დამბალ ხაჭო გიყვართ და ხინკალი გიყვართ, ან მსგავსი ფორმით გიყვართ დამბალ ხაჭო. აუცილებლად უნდა მოხვიდეთ და მიირთვათ. შემდეგ წავედით იმერული ვაიბი რო ვახსენეთ. ეკალა თუ გიყვართ, უცნაურად და სწორად შეზავებულია და აუცილებლად უნდა გასინჯოთ. ნუ დამბალ ხაჭო თან თავის იმას ვაიბი რაღაც განწყობა შემო. კი. ტოლმას მოყვარულებმა აუცილებლად უნდა მოხვიდეთ და გასინჯოთ ტოლმა. ანუ ჩემი ტოპ 2 არის ხინკალი და დამბალ ხაჭო. ჩემც. და ტოპს მესამე შემიძლია წავიყვანო ეკალა, იმიტომ რომ ეკალა მიყვარს და ეკალას ყველგან ავჭამ და აუცილებლად ვესტუმრები ასხინკალს და მივითმევ ეკალას. კაი, მოდი მე უფრო მოკლედ შევაჯამებ. ჩემი ტოპ 2 არის ხორცის ხინკალი და ეს დამბალ ხაჭოს სპონჯი თუ რა ქვია. ხაჭო ერბო. კერძ და მესამე არ ვიცი. მე უფრო ხაჭაპურსა და ლობიანს შორის მეყარ. და იხრები ლობიანისკენ? თუ კაი, განწყობას გაჩნია. ხან ერთი მომინდებოდა, ხან არა. ნუ თუ მარხვაზე იქნები ლობიანს შეჭამ, თუ არ იქნები მარხვაზე ხაჭაპურს შეჭამ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მიყვარს შენ რო ხარ ხოლმე ეპიზოდში. მე ძალიან მიყვარს. ხალისიანი გამოცხადე. და გემრიელი. გემრიელი და თან მაყურებ ხოლმე მივდივარ ახლა ერთი კვირა საჭმელს აღარ შევჭამ და იქ. ამასაც კარგად რაღაცები. ჩამილაგეთ რაღაცები და მე წავედი კარგად ზანდებოდი. ახო გავუშვით. ინგლისს მე ყავა კარგია. სხვათა შორის ეხლა აქედან მივდივართ კახეთში, შემდეგი ეპიზოდი უნდა ჩავწეროთ. სადაც იქნება სოკოსი ნადირობა, სოკოს კრეფა და მიხარია ძალიან წესით საინტერესო გამოვა
თასოკოს კერძებსაც მოგვიმზადებენ მასვინძლები.